ზუსტად 2 წლის წინ წამოვედი ემიგრაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ კარგად მახსოვს საქართველოს სიტუაციები და ემიგრაციის წვენიც უკვე კაი დიდი ჭიქით დავლიე. ამიტომ თავისუფლებას მიცემ და ჩავწერ ამ ვიდეოს, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, ჩხუბი, სილის გაწვნა, ან თუნდაც უბრალოდ ჩემი მოსაზრება. მაგრამ ერთი ადამიანი მაინც რო დავაფიქრო და გადავარჩინო, ჩემთვის ეს უკვე ბედნიერება იქნება. საკმაოდ სოციალური ადამიანი ვარ და საქართველოში მყავდა დიდი გარემოცვა, მეგობრები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები და ვხედავდი, როგორ ცხოვრობდნენ ემიგრანტების ახლობლები. დები, ძმები, შვილები, მშობლები, ცოლები, ქმრები, მეგობრები, ვიღაც მეშვიდეთაობა, როგორი ფრჩხილებით დადიან, როგორი ფილერები, შმილერები, ტატუები, როგორი ჩანთით და ჩექმით მოძრაობდნენ, რომლებიც განმადებით ჰქონდათ გამოტანილი ხშირ შემთხვევაში, როგორი კაი ტიპი უნდა იყო, თუ სალონში 2 კვირის მერე მაინც ჩაეწერე, ან რესტორანი დაჯავშნე, რამხელა რიგებია ჯიპების და ბოლო წლის მანქანების კერძო სკოლებთან, რომელიც ცალით რკმელი ღირს. დაბადების დღეები პარაგრაფში, ევროპაში და არა ამ ქვეყნიურ ფასიან ზავიძენიეებში, აღარაფერს ვამბობ ბანკეტებზე, ქორწილებზე და დაკრძალვებზეც კი. და ისიც კარგად მახსოვს, ეგეთები მე როგორ დამცინოდნენ, რატო დადიხარ $2000 მანქანით, რატო მუშაობ 20 ლარად ფრჩხილებზე, რატო ისვენებ 30 ლარად ყურეებში, ქმარი ყავს ამერიკაში. და მე რა მიკვირს იცით ამ დროს? ჩემი ქმარი მყავდა ამერიკაში, სხვისი ხო არა. შენი დედა ემიგრაციაში, სხვისი ხო არა. შენი ცოლია და შენი დაა. ახლა დაახლოებით შევეცდები ემიგრანტების ახლობლებს რეალურად, დეტალურად დავანახო, როგორ შოულობენ ისინი აქ თითოეულ ცენტს. არ ვისაუბრებ დალაგებებზე და მოხუცის მოვლაზე, იმიტომ რომ მგონი არ არის საჭირო. მაგრამ ახლა უფრო პოპულარული და თქვენ რო გონიათ ლაითი სამსახური, ტაქსი და დელივერი, ანუ კურიერი, შევეცდები დაგანახოთ როგორია. განსაკუთრებით იმ ემიგრანტების ცხოვრებას უსვამ ხაზს, ვინც მარტოა ჩამოსული ოჯახის წევრების გარეშე. ადამიანი ჩამოდის, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემებით. ანუ უკაპიკოთ. ბევრი უენოთ და ბევრი უსაბუთოდ. და 90-95% არავინ ხვდება აქ, რომ გზაზე დააყენოს. და მარტომ უნდა მოიძიოს მანქანა, რომ იქირაოს, ეკაუნთები, იმიტომ რომ საკუთარ ჯერ ვერ გააკეთებს და ასევე სადმე დასაძინებლად ადგილი გადახურულში, თუნდაც დივანი ან სკამი, რომ დაჯდეს და ისე მაინც დაიძინოს და ძალიან ბევრს თვითონ მანქანაში ძინავს თვეების და წლების განმავლობაშიც კი. ეხლა თვითონ სამუშაო პროცესი. დღეღამეში 18-20 საათიც კი მუშაობენ ადამიანები, დადიან რესტორნების არეაში, ან დგანან და ელოდებიან შეკვეთას. დაახლოებით თევზაობასავით. ან შემოვა, ან არა. იმიტომ რომ ახლა იმაზე მეტი კურიერია, ვიდრე შემკვეთი. თუ გაგიმართლა და შემოვიდა, მიდიხარ სადღაც, არ ვიცი, რამდენ მაილზე რესტორანში, თუ დააპარკინგე მანქანა, შედიხარ, გამოგაქვს საჭმელი. რომელიც შეიძლება იმდენი იყოს, რომ თავზე გელაგოს და თუ სითხეებია განსაკუთრებით გაგიმართლა. ეს საჭმელი ისე კომფორტულად უნდა მოათავსო მანქანაში, რომ მერე კლიენტისკენ წახვიდე ჩქარა და ნელა, ისე რომ თან არ დააგვიანო, თან ეს წვენები და ყავები სახეში არ შეგესხას, რამდენჯერაც მოუხვევ და ამუხრუჭებ, ან ორმოში ჩაარტყავ. თუ ეს შენი კლიენტი საკუთარ სახლში ცხოვრობს, ძალიან იღბლიანი ხარ, მაგრამ უმეტესად ხვდები ისეთ ადგილზე, სადაც არის 2000 კორპუსი, თითოეულს აქვს 700 შესასვლელი, გამოსასვლელი და ლიფტი და სართული. ეხლა დადგე და ეძებო, უნდა შეისწავლო მისი საევაკუაციო რუკა, ძლივ სადღაც მოძებნო, დატოვო, ჩამოხვიდე და სადაც ადგილი ნახე იქ რო დატოვე შენი მანქანა, ხდება $73 პარკინგის ჯარიმა. ეს იმდენად ხშირად ხდება. შეიძლება დღეში 2-ჯერ დაგიწერონ, ან კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ მაინც. $73 არის დაახლოებით შენი 3 საათის ნამუშევარი. თანაც, როცა შეკვეთას არ გაძლევს, ნერვები გაწყდება, იმიტომ რომ შენი დრო გადის, შენი გადასახადები ისე ჩქარჩხარა მოდის, აზრზე მოსვლას ვერ ასწრებ. და პლუს ამას საქართველოში შენს კისერზეა ბანკის ვალები, შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ვიღაცა ლუც დალევ შენ სახელზე, ვიღაცა ქორწიში წავა და კილოიან ოქროს მიუტანს, რატომაც არა ემიგრაციაში ყავს და ძმა ბიძაშვილი, ვიღაცა iPhone 17-ს იყიდის და მე რა გამკვირვებია იცით? თუ კი გყავს არასრულწლოვანი შვილები, ქმედუუნარო მშობლები, ან ვინმე ჯანმრთელობის პრობლემით, რა თქმა უნდა, საკუთარ კომფორტს კი არა, ცხოვრებასაც კი გვერდზე გადადებ. მაგრამ თქვენი ფიზიკური მონაცემებით არსებული ადამიანის
გამო რატო კარგავთ საკუთარ ცხოვრებას. ემიგრანტების უმეტესობა 30-40 წელს გადაცილებულია. თქვენ გონიათ, რომ მთელი ცხოვრება ასე შეძლებთ? 15-20 წლის შემდეგ, მაშინ როცა თქვენი თავისთვის $100 არ გაქვთ გადადებული, თმას არ იღებავთ, ტანსაცმელს არ იცვლით, ბინაში სადღაც კარადის თავზე ქირავთ ადგილს, იმიტომ რომ ფული დაზოგოთ და კომფორტულად ტუალეტშიც კი ვერ შედიხართ. თეატრი, რესტორანი, სალონი და ადამიანური ცხოვრება საერთოდ დაგავიწყდათ რა არის. და ამ დროს თქვენი სრულწლოვანი, სრულფასოვანი, ქმედუნარიანი ახლობლები არ ikლებენ არც ერთ კომფორტს დედამიწაზე. ისე მალე გაგეპარებათ 15, 20 და 25 წელი და უცებ აღმოჩნდება, რომ მე მუშაობა აღარ შემიძლია და ახლა რა ვჭამო. და ამ დროს ანგარიშზე გექნებათ მხოლოდ გზავნილები. უკვე დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს ქართველებს ემიგრაციის და ბევრი ისტორიაც გაქვთ ალბათ წაკითხული, როგორ დაბრუნდნენ 10 და 15 წლის შემდეგ საკუთარ ოჯახებში და საძინებელიც კი არ აღმოაჩნდათ თავისივე ფულით გარემონტებულ ან აშენებულ სახლებში. თუ კი საქართველოში ვერაფერს აკეთებენ თქვენი ახლობლები, შეუძლიათ მათაც აწიონ ერთი ადგილი და როგორც თქვენ წახვედით ემიგრაციაში, ისევე წავიდნენ ისიც. ან კაი, ისიც გასაგებია, რომ დღეს საქართველოში ისეთი სიტუაცია, ვერ აქვს ყველას ნორმალური სამსახური და შემოსავალი და ბევრი ვერც ემიგრაციაში წავა. მაგრამ რამე მაინც მოიკელით ხალხო. გასაგებია საჭმელი, გაზის ფული, დენის ფული და წამალი. მაგრამ ახლა თმები თუ არ დაიგრძელეთ და პარაგრაფებში არიარეთ წელიწადში 3-ჯერ და ევროპაში 4-ჯერ, ხო შეიძლება რომ თქვენ შეხვიდეთ მის მდგომარეობაში, ვინც თქვენს მდგომარეობაში შედის კი არა, თქვენს მაგივრად ცხოვრობს ფაქტიურად. და რა სინდისი გიშვებთ, როცა იმათ თავსაკუთარი ცხოვრება გადადებული აქვთ იმისთვის, რომ თქვენ ფილერები იკეთოთ. და მე ძალიან მიკვირს ზოგადად ბევრი პოსტი იწერება, სულ ჩვენ რო ვაგზავნითო საქართველოდანაც, ხო შეიძლება რაღაცით გაგვახარონო, ან კიდე ზოგი ტელეფონზეც არ პასუხობსო, ერთი ვიდეო ჩავწერე ადრე და იქ იმდენი კომენტარი დაიწერა, რომ ერთხელ არ მოგიკითხავენ, მარტო ფულისთვის გწერენ. და მართლა ვერ ხვდები რატო აკეთებთ ამას. ერთადერთი და მყავს და ერთი დედა საქართველოში და $100-ც კი არ გამიგზავნია დაბადების დღის გარდა. იმიტომ რომ მე აქ ჩემი ცხოვრება არ დამილაგებია და მე რომ მათასე მეტიჩრულად ფული ვუგზავნო, აქ ქუჩაში დავრჩები. მე აქ შრომ ჩემი ოჯახისთვის, ჩემი და იქ შრომობ საკუთარი ოჯახისთვის. არ არის წამოწოლილი და არ ელოდება ჩემი და ამერიკაშია და რა არის ახლა მაგისთვის $400-500-ო. და ვერ ხვდები თქვენთვის თუ არიან დები, ძმები, შვილები და მეგობრები, იმათთვის თქვენ ვინ ხართ. როცა ისე გვექნება ცხოვრება მოწყობილი, რომ საკუთარი ოჯახის საჭიროებები უკვე უზრუნველყოფილი გვაქვს და გვაქვს სტაბილური შემოსავალი, ჩემდაზე უკეთესი მართლა არავინ მყავს. და ასევე ალბათ თქვენც. მაგრამ ამ კონდიციას რომ მივაღწიოთ, ჯერ სწორად უნდა გავკარგოთ ის, რაც ახლა გვაქვს. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე უჭირს და სიკვდილის სიცოცხლის საკითხია, რა თქმა უნდა მის გვერდით დადგებით. მაგრამ რატო არის აუცილებელი თქვენი ახლობლების ლაქშერი ცხოვრება იაროს თქვენს თირკმელზე, ფილტვებზე, ნერვებზე, გულზე, ახალგაზრდობაზე და ზოგადად თქვენს ცხოვრებაზე. ანუ თქვენს ერთ ცხოვრებას ხარჯავთ სრულად უხალისოდ იმისთვის, რომ სხვებმა იხალისონ კი არა, რავი, იგულაონ. იმედია ეს ვიდეო კაი შემოლაწუნება იქნება და ემიგრანტები გაიღვიძებთ, ხოლო ემიგრანტების ახლობლებში სინდისი გაიღვიძებს.